მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება. სწორედ ასე მოიხსენიება ყველაზე ხშირად საქართველოში ბოლო წლებში აქტიური განვითარების გზაზე მყოფი ინსტიტუტი, რომელიც გულისხმობს მხარეთა შორის არსებული სადავო საკითხის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას, იმგვარად, რომ სადავო საკითხი და მასზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება სრულად რჩება მხარეთა უფლებამოსილების ფარგლებში. ეს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ პროცესის დაწყება, პროცესის მიმდინარეობა, მისი შეწყვეტა ან დასრულება სრულად არის დამოკიდებული პროცესში ჩართულ მხარეებზე, მათ სურვილზე და საჭიროებებზე. საქართველოში არსებული რეგულაციის თანახმად ერთმანეთისგან განსხვავდება კერძო და სასამართლო მედიაცია. სასამართლო მედიაციასთან გვაქვს საქმე, როდესაც მხარეებს სასამართლოში საპროცესო დოკუმენტაცია უკვე წარდგენილი აქვს, ხოლო სასამართლო დავის კატეგორიიდან, შინაარსიდან და პერსპექტივიდან გამომდინარე თვლის, რომ შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევაში მხარეებმა დავა მორიგებით დაასრულონ, ამიტომ სასამართლო ამ საქმეს აგზავნის სასამართლო მედიაციაში, რა დროსაც მხარეების თანხმობის არსებობის პირობებში იწყება სასამართლო მედიაცია. სასამართლო მედიაციის დაწყებამდე მნიშვნელოვანია შემთხვევითობის პრინციპით მედიატორთა ერთიანი სიიდან შეირჩეს მედიატორი, რომელიც ჩაერთვება პროცესში და მხარებს დაეხმარება გამოკვეთონ საკუთარი საუკეთესო ინტერესები და მათ ხელშეუწყობს მიაღწიონ გარკვეულ შეთანხმებას.